რითი განსხვავდება ამულეტი თილისმისგან? არ ვიცი ამულეტი ქართულად როგორ არის. თილისმა მასწავლეს, მოკლედ, ამულეტი არის თავდაცვისთვის. ამულეტის ერთადერთი დანიშნულება არის ამ ადამიანის დაცვა ნეგატივისგან. ნებისმიერი მოვლენა იქნება თუ შინაგანი რაღაც ასტრალური თავდასხმებისგან, ემოციური, ესე ვთქვათ, სტრესისგან, ნებისმიერი მიმართულებით დაცვა არის ამულეტის, ესე ვთქვათ, კომპეტენცია. თილისმის შემთხვევაში თილისმას არ აქვს დაცვის, ესე ვთქვათ, ფუნქცია. თილისმა არის იმისთვის, რომ ჩვენი კონკრეტული უნარები გაგვიუმჯობესოს, დაგვეხმაროს მის, ესე ვთქვათ, განვითარებაში, მხარი დაგვიჭიროს, მხარში ამოგვიდდეს, ესე ვთქვათ, ამ თილისმის კონკრეტული ძალა, ენერგეტიკა და ესე ვთქვათ, გვეხმარება, რომ დეგრადაცია არ განვიცადოთ. რაღაც მხრივ საყრდენი ძალა არის ადამიანისთვის თილისმა. ორივე შემთხვევაში, ესე ვთქვათ, მასალად გამოიყენება ნებისმიერი რამე, რაც ადამიანს ხელთა აქვს ან რაც უნდა. ჩემ შემთხვევაში ხა მე უფრო მინერალოგიის მიმართულებით ვარ და შესაბამისად მინერალებთან დაკავშირებით ვაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ ზოგადად შესაძლებელია ნებისმიერი ნივთის აღება, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, რამდენად ადამიანმა იცის ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, გაკეთება, იმიტომ რომ ყველაფერს მაინც ცოდნა უნდა და პლუს ამას შენ რომ დატვირთო კონკრეტული რაღაც ნივთი ენერგიით, შენ თვითონ უნდა გქონდეს უსაზღვრო ენერგია და უნდა გქონდეს დადებითი ენერგია, რომ შესაბამისად ნივთის დატვირთო დადებითად. ამიტომ ამ ყველაფერს ცალკე კარგი რუკა ჭირდება, ცალკე შესაძლებლობები და უნარები ჭირდება და თავდაჯერება ჭირდება და პასუხისმგებლობის გრძნობა. თვითონ რაც შეეხება ამულეტს და თილისმას, შეიძლება ეს და იგივე ნივთი იყოს ამულეტიც და იყოს თილისმაც, ანუ მსგავსი, ესე ვთქვათ, მონაცემები გქონდეს. შეიძლება მაგალითად რაღაც პერიოდში კონკრეტული ნივთი იყოს ამულეტი, იგივე ნივთი რაღაც პერიოდში იყოს თილისმა. ანუ ამ ყველაფერს სჭირდება კონკრეტული ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს. ან თუ თვითონ იცის, თვითონ ეს ადამიანი გააკეთებს, ანუ როგორც ისეთი შესაძლებლობა ამისი არის. მთავარი არის სწორად შერჩევა და მთავარი არის შერჩევა სპეციალურად, კონკრეტულად ამ ადამიანისთვის, რომ იყოს ეს ყველაფერი სწორად გაკეთებული. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ენერგიებთან კავშირი ზოგადად არის სარისკო, როდესაც არ იცი არაფერი და როდესაც არ გაქვს შესაბამისი ინფორმაცია, ეს არის სარისკო, ეს არის ისეთი თემა, რომელიც ჩვენ ფიზიკურად ვერ ვხედავთ, თუ რამე გავაკეთეთ არასწორად, მაგრამ თუ რამე გავაკეთეთ არასწორად, ეს ყველაფერი აუცილებლად დაგვეწევა. თუ ჩვენ არა, დაგვეწევა ვინმე სხვას ჩვენს ირგვლივ, ან დაეწევა შემდეგ კარმის სახით ჩვენს რომელიმე შთამომავალს, შესაბამისად ეს არ არის სახუმარო თემა.